საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. გამარჯობა ბატონ მამუკა, მადლობა რომ გვეწვიეთ. მოგესალმებით ბატონ დავით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. ბრიუსელში რიგგარეშე სამიტი მიმდინარეობს, ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერია შეკრებილი, მათ შორის იქ გახლავთ ზელენსკი და ფიქრობენ თუ რა მოიმოქმედონ შემდგომში იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება უკრაინის და საერთოდ აი ამ პოლიტიკური ვითარების გამო. გუშინ ფრანგებს მიმართა ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პირველად გაიჟღერა ესეთ ბირთვულმა რიტორიკამ, პრინციპში უფრო თავდაცვის პოზიციით ხსნიდა თავის გამოსვლას, მაგრამ რუსეთმა აქ შენიშნა მუქარა, ლავროვიც გამოეხმაურა მაკრონის ამ გამოსვლას. მაკრონი ამბობს, რომ ის კისრულობს ეგრეთ წოდებულ ბირთვულ ქოლგას მთელი ევროპისთვის. რას უნდა უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი? გასაგებია, უკვე არ მალავენ ევროპაში, რომ ეს ომი, რაც დღეს არის უკრაინაში, რაც მიმდინარეობს, არის სწორედ მნიშვნელოვანი თავად ევროპისთვის. ისინი ვერ ეპუებიან რუსეთის გაძლიერებას ფლანგზე, აღმოსავლეთის მიმართულებით და ასევე მათ არ მოწონთ ბოლოს დონალდ ტრამპის მიერ დასახული თავისი მიზნები, თუნდაც ამ ომთან მიმართებაში ის ცდილობს მაქსიმალურად მალე დაასრულოს ეს ომი. ეს არის წუხილი ევროპელების და გამოჩნდება საბოლოოდ ამ სამიტზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მაინც სავარაუდოა, რომ იქ ერთიანობა არ ექნებათ. ორბანიც იმყოფებოდა კი სლოვაკეთი, მანამდე მაკრონმა გამართა ორბანთან შეხვედრა, ეს ყველაფერი ეს მეუთითებს იმაზე, რომ იქ აზრთა ერთიანობა არ არის ამ კუთხით. თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონო მამუკა იმ პერსპექტივას, რაც ახლო მომავალში უნდა უკავშირდებოდეს უკრაინაში ომის დასრულებას? მოახერხებენ თუ არა ტრამპი და პუტინი საბოლოოდ დასვან წერტილი ამ საკითხში? რა თქმა უნდა, ხა საკმაოდ მძიმე სიტუაცია არის დაიძაბა იქედან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არაორდინალური გნებავთ არაპროგნოზირებადი ნაბიჯები ევროპისთვის და ევროკავშირისთვის, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, ადრეც ჩვენ საუბრობდით ამ ბოლო ხანებში, როდესაც გამოვდივარ ხოლმე, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ საუბრობდით, რა თქმა უნდა, მე და თქვენ რამდენჯერ გვისაუბრია თენგოსთანაც, ჩემს კოლეგებსაც, თქვენ კოლეგებთან საუბრობდით, რომ ეს ამ მორჩება, ეს ომი დამთავრდება, უკრაინას არავინ არაფერს არ შეეკითხება, ისე გავიკეთებენ და აი ზუსტად იგივე თემა იქნება, ეს არაფერი არ არის. ეს უბრალოდ არის გარკვეულწილად რაღაც პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ვის, ან რას გაუკეთებენ ამ პროტესტს, გაუგებარია, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორ გაუბედავენ. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, დღევანდელი ტრამპის ხელისუფლება და მისი პარტია, მისი ძალა არის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა ის არის, რომ გუნდში არის ერთიანობა. მთელი გუნდი, ტრამპიც, ვიცე-პრეზიდენტიც, ვენსიც, რუბიოც, უოლციც, თავდაცვის მინისტრიც, ტულსი გაბარდიც, ანუ ვინც არის ეს სტაფი, ვინც წყვიტავს და ვინც ქმნის ამერიკის და თვითონ სენატის თავმჯდომარეს, ყველანი არიან ერთ აზრზე. ეს არის დიდი გამარჯვება ტრამპის და მოპოვებული, ანუ ადრე ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ ტრამპზე უფრო მეტი ტრამპისტები არიან დღეს ხელისუფლებაში. ანუ ტრამპიზმი ახალი პოლიტიკური იდეოლოგია წამოვიდა, მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ დაივანა ადგილი თანამედროვე პოლიტოლოგიაში ახალმა ტერმინმა ტრამპიზმი. და ეს ზუსტად უფრო მეტი ტრამპისტები არიან დღეს ხელისუფლებაში. ამიტომ გამორიცხულია, რომ უკან დაიხიონ და გამორიცხულია, რომ ამ აღებულ კურსს მათ უღალატონ. ერთია და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.
ტრამპს ეს 4 წელი ტრამპმა უნდა რომ გამოიყენოს ეს 4 წელი მისი დაუშვათ პიროვნული ქარიზმის გნებავთ როგორც პოლიტიკური ფიგურის პრეზენტაციისათვის და მისთვის რომ მას წარმოაჩინოს და რაღაც ადგილი დატოვოს სოფლიო პოლიტიკაში ყველამ ვიცით რომ რეალური კანდიდატია უკვე ნობელის პრემიის ლაურეატობის მშვიდობის დარგში ტრამპი ის ამომს მორჩება თან ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე ხო უყურეთ აი მარკო რუბიოს შუბზე გამოხატული ჯვარი ხალხო მეაქციეთ ყურადღება ეკლესია უკვე ლოცვით იწყება უკვე ხო დააკვირდით დავით ხო უკვე დააკვირდით როგორ აკეთებენ ეს სუსვა განზომილებაში გადადის აი თეისტური სახელმწიფოს ის გამოჩნდა დააკვირდით რა ყველა ამბობდა რომ სახში ტრადიცია აღადგინა ზუსტად ხო აი ზუსტად ხო და ამის თქმა მინდა რომ კეთრი კურსი აიღო ხო რელიგია ასოცირდება ტრადიციასთან რელიგია ასოცირდება იდენტობასთან კონსერვატიზმთან ასოცირდება იმ ეროვნულ ფასეულობებთან და ამას აკეთებს ეს კაცი დაიწყო უკვე ამის აღდგენა და ხო ნახეთ ყველა აყვა ეს არ არის მარტო ტრამპის ახირება ხო და აქედან გამომდინარე ხო ქრისტიანული ღირებულებები და მორალი შემოაქვს მე ადრე ვთქვი და ეხლაც მინდა ვთქვა როდესაც ომი დაიწყო უკრაინასა და საომარი მოქმედება უკრაინასა და რუსეთს შორის ჩვენ ვამბობდით რომ ეს ომი გადავიდა უკვე მორალურ ომში იმიტომ რომ ეს არ იყო მარტო ფიზიკური დაპირისპირება იარაღით უკრაინასა და რუსეთს შორის ეს იყო მორალური ომი მართლმადიდებლობასა და არამართლმადიდებლობას შორის და მის მტრებს შორის ხო მორალი რა არის ხო მორალი არის რეესტრი ღირებულებები ანუ ეს ღირებულებები რაც ქრისტიანულ სამყაროს და მართლმადიდებლობას ჩვენ გაგვაჩნია ხო უღალატა ზელენსკიმ და მისმა ხროვამ და რა გააკეთეს თქვენ არ მინდა ეხლა იმის გახსენება რა გააკეთეს პატრიარქი დაიჭირეს მიტროპოლიტი და ეკლესიები დახურეს და რეებს აკეთებდნენ თვითონ ეკლესიის შენობებში ხო აი აქედან გამომდინარე უნდა გამოვიტანო დასკვნა კიდე ერთი მინდა დავით დავამატო და ჩვენს მაყურებელს შევახსენო ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო საინტერესო ისეთი ტევადი და საკმაოდ სენსაციური ხო ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა და აი ყველას აი ეს რა გაუკეთა და მე უბრალოდ მიკვირს აი ჩვენი ანალიტიკოსებისგან და დაუშვათ იმ ხალხისგან ვისაც რაღაცა პოლიტოლოგიაზე და ან ხედვაზე პროგნოზირებაზე პრეტენზიები აქვს ხო თქვენ ალოცულებო ამას რო აქცევთ ყურადღებას იქ პიჯაკი მორკითხა თქვენ დააკვირდით იქ თვითონ განვითარება სცენარის თვითონ როგორ ხდება ან თავიდან რატომ არ დაფიქრდით იმაზე როდის იყო რომ სად ხდებოდა რომ კონფიდენციალური შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაცია ხდებოდა ტელევიზიით ამიხსენით გეკითხებით ერთი ეს ხომ არ ხდება ეს ხო პირველი შემთხვევა იყო რომ აი ასე თან ასეთი სენსიტიური თემის გადაწყვეტა როგორც არის ომის საკითხი და ჩათვალეთ გააკეთეთ ეს იყო ტრამპი ყველასთან ერთად როგორც პოლიტიკოსი როგორც ბიზნესმენი შოუმენია ჩემო კარგებო თქვენ დააკვირდა ეხლა არა იმიტომ რომ რაღაცა მქონდა მაინტერესებდა და რამდენჯერმე უყურე იქ ყველა ფრაზა ყველა კითხვა ყველაფერი იყო გათვლილი წინასწარ ვენსის ჩართვა თვითონ ტრამპის იქ ხანდახან რო აღელდებოდა ჟესტიკულაცია კი ბატონო და იმ კორესპონდენტის მიერ კითხვის დასმა თქვენ რა გონიათ ეს ხალხო არსებობს უმკაცრესი პროტოკოლი ვინც კი იცით დიპლომატია გაგიგია დიპლომატიის ამბანი ამას ისტორიის ფაკულტეტზე ვასწავლეთ პირველ კურსზე პირველ სემესტრში რომ მკაცრი პროტოკოლით წინასწარ თანხმდება ის კი უკაცრავ და წინდები რაფერი გაცვია ის უნდა შეთანხმებულია ვინ გაბედავდა იმას რომ ტრამპთან შეხვედრაზე სამხედრო თუ რითი მივიდა ეს ისიც დადგმული იყო, ისიც უნდა ეკითხა იმ ჟურნალისტს იმისთვის, რომ შენ პიჯაკი რატომ არ გაცვია და რატომ დადიხარ პიჯაკის გარეშე. ან სულცირე ის უნდა ეპასუხა მაინც უნდა უპასუხა რა რომ აი ახლა ომშია ჩემი ქვეყანა ეს მერე გააკეთა ეს განმარტება ეს როგორც იძახიან ახლა ბაზავს ფიდელ კასტროს იცით რომ ფიდელ კასტრო თან უნიჭოთ რა თქმა კარიკატურაა ახლა პაროდია ფიდელ კასტროს და ამის შედარება ფიდელ კასტრო იცით კუბის რევოლუციის ლიდერი რომელმაც რევოლუცია მოახდინა კუბაში შემდეგ სამხედრო ის არ გაუხდია სანამ გუიაბერა ქვია იმას ხო სანამ არ იქნება საშიშროება მოხსნელი ამერიკისგან და ისე მოკვდა რომ
სამხედრო ფორმით დადიოდა და აი ზუსტად აი ამის პაროდირებას და კარიკატურული თემა აქვს ზელენსკის და კიდე ერთი მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს შევახსენო ეს არ იყო ჩემო ბატონებო რატომ გაკეთდა იცით იმიტომ გაკეთდა რომ ამერიკამ თავის ძალა ანახა უბრალოდ უკრაინა იყო მაგალითი მაგრამ მთელ მსოფლიოს დაანახა რომ ასე მოიქცევი ყველას ვინც მეურჩება და მე რასაც მინდა და როგორც გადავწყვიტავ იმას გავაკეთებ მეორე დღეს იყო ბოდიშების წერილი უგზავნა ზელენსკიმ და ბოდიშები უხადა და ყველაფერზე თანხმობა განაცხადა რაზეც არ იყო იმაზე თანხმობა განაცხადა და იქეთ ეხვეწება ეხლა ამერიკას რომ წერისეული წაიღეს ის ყველაფერს გაძლევ რაც გინდაო ხო ამიტომ ცოტა იცით აი შეიძლება წვრილმანია მაგრამ წვრილმანებში არისო დამალულიო ხო ეშმაკიო ცნობილი რეფრენია და იქიდან გამომდინარე მე მინდა რომ ყველაფერს წვრილმანებს მივაქციოთ ყურადღება აი ყველაფერს დაკვირვება უნდა ეს კაცი ყველაფერს გათვლილად აკეთებს დააკვირდით მისი გამოსვლა კონგრესში როგორც კი დაიწყო კონგრესში და გამოვიდა დემოკრატებმა დაუწყეს რაღაცა ნახეთ ხო წამოხდა ხო ჯერ მან გააძევეს რა თქმა უნდა რომ მანამდე ეს ჯონსონმა ჩაკუჩი დააყარო გაიყვანეს ეს ხალხი წამოხდა და ამერიკის და ხო ნახეთ არა ეს ყველაფერი ეს არ არის ეს ამ კაცს ამაში დიდი გამოცდილება აქვს ეს ცნობილი შოუმენია და მან შეაზავა ეხლა ეს და შოუს ელემენტებიც რა თქმა უნდა პოლიტიკაში მოსულა ეს და ახალი ტრენდი შეიძლება ასე ითქვას ახალი ტრენდი შემოიტანა ტრამპმა მაგრამ მისმა ასეთ მაქსიმუმ აი სიბრიყვე ამ სოციალურ ქსელებში აი ვენსზე დადეს ფოტოსურათები რომ სადღაც 30 წლის წინ ვენს აცვია მაისური და სადაც გამოხატულია ნამგალი და ურო და აი კაცო საბჭოთა კავშირო დაინგრა ვენსი მე მგონი 5 წლის იყო საერთო წარმოდგენა არ აქვს საბჭოთა კავშირზე და შეიძლება ისეთი ის იყო უბრალოდ ჩაიცვა ეს მაისური და ქონდა ხო რახან მაისური აცვია ეს იმას ნიშნავს რომ ის საბჭოთა აგენტია ტრამპზე რომ ამბობენ რომ ის კრასნოვია გვარად და 80 ხო რა თქმა 80 წლებში მოისყიდეს ნუ ეს გამორიცხვის ზღაპარია ტრამპი რო პირველ ხელისუფლებაში მოვიდა თქვენ გახსოვთ რომ სერიოზული დაიწყო კოლევა იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთმა მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში და კომისია შეიქმნა სენატში და ვერაფერი ვერ უპოვეს 3 წლის განმავლობაში ეძებდნენ რამე დამადასტურებებს და საერთოდ კითხვა დაისვა მე ტრამპის კითხულობდა რომ აი როგორ შეიძლება რუსეთის ფედერაციამ დასვას მოახერხოს ის ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ რომ უცხო ქვეყნის პრეზიდენტი აირჩიოს, როდესაც საერთო საყოველთაო არჩევნებია. თქვენ კარგად იცით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე არ არის. პირდაპირ პრეზიდენტს არავინ არ ირჩევს, იქ ვიბორში უკროცავთ იმას ირჩევენ ხმოსნებს და ხმოსნები მერე ირჩევენ პრეზიდენტს, ხო? იმიტომ არის 270 ხმა გჭირდება და ის. აი ესეთი აი ასეთ სიბრიყვემდეც მიდიან. იმიტომ რომ დღეს აი პოლიტიკას ტრამპს აწყობს ყველა ვარიანტში. თქვენ დააკვირდით გუში როგორ მიმართა გრენლანდიას და მის მოსახლეობას, როგორ მიმართა იქ პანამის არხთან დაკავშირებით. არბილად, თუმცა მაინც თქვა რომ ასე თუ ისე შემოვიერთეთ. ხო, შემოვიერთეთ, ნუ პირდაპირ. აი ასე თუ ისეში სიგულისხმებოდა რომ თუ მშვიდობიანად არა, ძალასაც ის არცდება, ისა დავით, ის არცდება დემოკრატიის აღიარებულ პრინციპებს. მას უნდა რომ იმ ჩარჩოში ჩაჯდეს. ის არ გამოჩდეს, ანუ მტარვალი ავტორიტარი და ასე შემდეგ და ძლიერი, ხო, ყველას ჩაგვრელი. მაგრამ მის კვეტექსტები კამუფლირებული იკითხება ეს ყველაფერი, ჩემო კარგებო, ეს ყველაფერი იკითხება. ტრამპი ამას გააკეთებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი სიძლიერე მის გუნდშია. მას ერთიანი გუნდი ყავს და ეს არის მისი გამარჯვების ერთ-ერთი პირობა და ატრიბუტი. ხო, აი თქვენ ასევე მარკო რუბიო ახსენეთ, ხო მარკო რუბიოზე იმ გამოსვლაში სწორედ კონგრესმენების წინაშე საკმაოდ დიდი იმედები დაამყარა, ანუ თუ მარკო რუბიო კიდევ საქმეს ხელს ის აუცილებლად ასრულებსო, ნუ აქ იგულისხმება ეს მოლაპარაკებებიც, რაც უნდა გაიმართოს ყველა საგარეო მიმართულებით, ახლა ნუ საგარეო მინისტრია, ფაქტობრივად სახელმწიფო მინისტრი და აი ასევე საინფორმაციო გამოშვებაში რო აჩვენეს ის ჯვარი რო ქონდა თავზე გამოსახული, უბრალოდ ტელემაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, ახლა იფიქროს რომ რაღაც რიტუალია, ამიტომ რომ აუხსნათ, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ფერფლის ჯვარის გამოსახვა, როგორც კათოლიკეებში, ასევე ლუთერანებში არის ეს მიღებული, როდესაც დიდი მარხვა იწყება, დიდი მარხვის წინ, ხო, აი ესეთი ხდება ესეთი ნიშანი და მანამდე ასეთი პრეცედენტი უკვე იყო და მიაქციეთ ყურადღება ბატონო
მამუკა ტრამპის, ანუ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ასევე ხელზე ქონდა ზუსტად ასეთი ნიშანი. ანუ თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ მისი გუნდი არის შეკრული არა მხოლოდ საგარეო ან თუ საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. ისინი ერთი ღირებულებების მატარებლები არიან, გნებავთ აი რელიგიური კომპონენტით, ანუ ახლა შტატებში უმეტესობა პროტესტანტები არიან, თუმცა არიან კათოლიკეებიც, ხო, მაგრამ ქრისტიანული მთავარი ეს საფუძველი ისიც გვახსოვს ჩვენ ბაიდენის დროს გეიების მიერ აყვანილი შვილი ელპიდოფოროსმა მონათლა, ანუ ეს ელპიდოფოროსი რომ ასევე რო იცოდეს მაყურებელმა, ეს არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიტროპოლიტი, რომელიც შტატებში არის გამწესებული. და LGBT დროშა იყო აღმართული იმ დროს ამ ეკლესიას. ხო, ჩვენი ეპისკოპოსიც დაესწრო მეუფე საბა ინსკირველი მიტროპოლიტი, ამაზე სინოდში მერე მოსთხოვეს მას ახსნა განმარტებები, მაგრამ თქვა რომ მან არ იცოდა, ან ყოველ შემთხვევაში არ იზიარებს თუ რაღაც ასეთი, თავის მართლება მოუწია. აი ასეთი ვითარება იყო მაშინ ბაიდენის დროს, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო რამეები ხდებოდა. აი რაც თქვენ ბრძანეთ დავით, აი ზუსტად ამ პათოსით მინდა გავაგზელო. საპირისპირო დამოკიდებულება ევროპაში, იმიტომ რომ ევროპა დაიცალა ქრისტიანობისგან, იმიტომ რომ ევროპა ფაქტიურად მთლიანად არის ქრისტიანული, ორი შეიძლება ანკლავი იყოს, არა მუსულმანური, ეს გახლავთ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ალბანეთი. აი სადაც არის ძირითადად 99% მუსულმანები. დანარჩენი ხო ეს 27 ქვეყანა, რაც არის ევროკავშირი, ყველა ქრისტიანული ზნეობის და მორალის მატარებელია მეტანაკლებად და ქრისტიანული სახელმწიფოები არიან. მართლმადიდებლურის, კათოლიკურის და სხვა, ხო, სახელმწიფო თითქმის სახელმწიფო იმამდე აყვანილი. მაგრამ ევროპა დაიცალა. ამა ევროკავშირის გაერთიანება მეც დაკარგა, ეს წაართვა. აი ეს პათოსია დაკარგული დავით. აი ამის გამოც ხდება. აი ხო ხედავთ უკვე ამერიკამ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და ამერიკამ უკვე ამით გაასწრო, რომ ეს შემოიტანა ეს ღირებულებები. ჩვენ ვერ გავექცევით ამას, გვინდა ადრე საუბრობდით. ყოველთვის ვიხსენებ, უნდა ვთქვა, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ ჩვენ კონსერვატიზმი ყველაფერთან ერთად იმასაც ნიშნავს, რომ ეკლესიური უნდა გახდეს ქვეყანა, ანუ მართლმადიდებლური ტრადიციების, კულტურის, ღირებულებების მატარებლები ოქროს. ეს ისტორიული ჩვენი დამღა ნიშა, რაც გინდათ ის დაარქვით რა, ჩვენია. ხო და ამას ვერ წაგვართოს ვერავე ვერც იმ რუსთაველზე მოსიარულე ეს მოღალატეები ვინც არიან და ნებისმიერი და შეცდენილი ბავშვები დღეს გამოვიარე აი მინდა ბატონ დავითს ვესაუბრებოდი რუსთაველს გული მომიკუდა აი გული მომიკუდა რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან დაწყებული ფილარმონიამდე ხო გამოვიარე სპეციალურად ფეხით ეს ყველა შენობა არის შეურაცხყოფილი. ნუ ჯოჯოხეთი ხდება კი. აი შეურაცხყოფილი და ყველა შენობა აბსოლუტურად ყველა არის კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის და ჩვენი საგანძურია. ჩემი ქალაქის არის, ჩვენი ქალაქის არის. ყველა შენობა არის შეურაცხყოფილი, რაღაც მიწერილი, დაჯღაბნილი, ნასროლი, გაუბედურებული. და ხმას არიღებს ამაზე არავინ. და ამაზე ხმას არიღებს. აი ახლა ის ვითომ ეგრეთ წოდებული დემოკრატები, ოპოზიციები და ენაროა გადმოგდებული. რატომ არაფერს არ ამბობენ? აი ეს ხალხი ვინც დგას, აი ღამე რომ მიდიხართ საღამოს, აი ვინც მიდიხართ ეგრეთ წოდებული, აი გამოჩე ვიღაცები რო ხართ. ამას რატო არ უსვოთ თქვენ თავს და იმ ვინც არის იქ რომ აი ამას შულო ნუაკეთებ. ეს არ არის პროტესტის გამოხატვის ფორმა. კი ბატონო, გამოხატე პროტესტი, მაგრამ შენობებს რას ერჩი? შენს ისტორიას, კულტურას, შენს იდენტობას რას ერჩი? რა დაგიშავა აკაკის და ილიას ზეგლმა? დაგიშავა პირველი გიმნაზიის შენობამ, რუსთაველის თეატრმა და კიდე უამრავ ყველა შენობა. აი გაიარე და ნახეთ გული მოგიკუდებათ. გული მოგიკუდებათ, რომ კიდე კარგად არის ეს ხელისუფლება რა. დამიჯერეთ, აი კიდე კარგად არის, რომ ამდენს ითმენს კიდე და კიდე ვიღაცებს ენებია გადმოდა, აი ის რა თქმა უნდა ყველას უნდა მოეთხოვოს და ძალიან სწორს აკეთებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული და პასუხი აგონო, მე არ განმეორდე. ეს შესატანია ვფიქრობ, რაღაც აუცილებლად. ჩანაწერი უნდა გაკეთეს კანონმდებლობაში, რომ ეს ხომ ჩვენი გადამხდელთა
ხალხთა გადასახადების ფულით არის ყველაფერი თავის დროზე გაკეთებული, ხო? გამნიშნულობა რამდენი წელი გავიდა, ანუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თან არის მოპირკეთებული ესეთი კეთილშობილი ქვით. ხო, აი როგორ შეიძლება რომ ეს გრაფიტი მე სხვა ბერძნულ სალონიკში მინახავს, მაგალითად რომ მუნიციპალიტეტი მოსულა და პირდაპირ აი სადაც ალექსანდრე მაკედონელის ძეგლია, იქ ეს კოლგებიც კიდია, იქვე არის ესეთი სკვერი და ესეთი მოყვითალო კეთილშობილი ქვით არის მოპირკეთებული. იქაც ყავთ, რა თქმა უნდა, ეს ლიბერალები, ჯენზები, ან დღაბნიან ამ სხვადასხვა ფერის გრაფიტით. მუნიციპალური სამსახური მოვიდა და წაშალა. აი ამ სილაჭავლის მანქანით. გაწმინდა ეს ყველაფერი. ხო და აქ ეხლა ნუ კი აქვს დაანონსებული, ხო რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა მოხდეს ისე კარგად აკადემიურად ჯეროვნად რომ რაიმე ხინჯი არ იყოს ეხლა მე გეთანხმებით აბსოლუტურად რომ იქნებ აი თუ უყურებს ან არ ვიცი მე გავრცელდება ჩვენი გამოსვლა ან ამონარიდი რომ საქართველოს პარლამენტმა ვისაც ხელეწიფება და ვინც არის კანონმდებელი დღეს ქვეყანაში ვთხოვოთ რომ ჩანაწერია გასაკეთებელი აუცილებლად არ ვიცი შეიძლება არის ვერ გეტყვით ეხლა წარმოდა ვანდალიზმია ეს არის ვანდალიზმი ზუსტად ეს არის ვანდალიზმი მე ვცხოვრობდი დავით ძველ თბილისში. მე რო სადმე წავუსწრ დავატეხავ ჩემი ხელით ხელებს, სადაც უნდა იქიჩივლო მე. დავიბოდე და გავიზარდე ძველ თბილისში. ჩემი სახლი იყო ისტორიული. და როდესაც რაღაცის გაკეთება გვშვიდება, თქვენსაც ეხართ, ხო? უამრავი ნებართვა მჭირდებოდა, კაცო, რომ უბრალოდ შემეღება, ან კედელი და სწორიც იყო. სწორიც იყო, რომ მერიაში ნებართვა კომისია კულტურული მემკვიდრეობა ძალიან კარგი, რომ ეს კეთდება. აბსოლუტურად და იცავენ ქალაქს. აი ზუსტად ამის გაკეთება მე და მე ვიცი, მაგ ამის გამოცდილება, ხო? იმ სახლში ვიცხოვრე 60 წელი. ისტორიული სახლია. ხო და ამიტომ ეს რომ დღეს ასეთი ვანდალიზმი ხდება და დღეს განუკითხაობა და ამათ არ გასაგები ამათ არ მოიკითხება, მაგრამ რაღაცა სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ. ძალიან კარგს აკეთებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა და ძალიან სწორი მიდგომები აქვს, ძალიან პრაგმატული და ძალიან კონცეპტუალური და მიდგომარი, სწორი, რომ ყველა უნდა დაისაჯოს. აი იქნებ ეს სამართლებრივი, აი ესეც მოვაგორო და პირველ რიგში ეს ვანდალები დაისაჯოს. აი პირველ რიგში რა. მართლა უკვე რა არის გული მწყდება, იცით, მარტო თბილისი ჩვენი ქალაქია, ხო? რატომ კაცო რის გულისთვის? შენი რაღაც გარკვეული ახირებების გამო გამოხატე კი, ბატო, ხო არ გიშლიან არავინ პროტესტი, ქუჩა არ გადაკეტო, იარე და იყვირე და თუ გინდა იწეხი და იცხოვრე ამ ქუჩაში, არავინ არ გეხება, ხო? ან ეს პერმანენტულად ქუჩების გადაკეტვა კოშმარია. მე არ ვიცი, ხო, 2 მილიონი მანქანაა უკვე ქალაქში ახლა სტატისტიკა იყო გამოქვეყნებული 1.8 მილიონ მანქანა გაჩნდა. ძირითადი ნაწილი 1.5 მილიონ ალბათ თბილისშია კონცენტრირებული. საცობებია საშინელება ხდება. მე უკვე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით. გამახსენდა რა იაპონელები ჭკვიანი ხალხია 10.000 ნაბიჯი ფეხით. თუ გამოირიცხოს ან ჰიპოდინამია ან რაღაცა რა. ხო და ეს არის დაახლოებით 3 კილომეტრი ის განმავლობაში. ტრანსპორტები და აღნიშნულ კიდე რომ ძალიან კარგად არის. მე მინდა მერის სამსახურებს უთხრა მადლობა რომ საქალაქო ტრანსპორტი არის ძალიან საათივით აწყობილი. აი ბასლაინები, მოძრაობა, აი ხო ჩვენ აი ვეთანხმები ბატონ დავისო ფეხი დავდივარ ჩვენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხო ძალიან კომფორტულია და ძალიან ადვილად მისასვლელია. მეტროც და ეს ძალიან კარგად არის გაკეთებული, მაგრამ უბრალოდ ეხლა როდესაც ეს ხდება ფორს-მაჟორია, იკეტება ქუჩები, ცენტრალური გამზირი იკეტება, მერე ხდება ეს დისბალანსი ხდება და მერე ხდება ეს ასობები და არის რა თქმა უნდა, ხო? და სწორია ბატონო და უამრავი 2 მილიონი ამხელა ქალაქში ორჯერ მეტი მანქანებია. ეს დარეგულირებდა ამასაც ეშველება ყველაფერს. აი კიდევ ერთხელ ვამბობ და ჩემი თხოვნაა ესა და აგერ ბატონი დავითის მიერთდება რომ არა მარტო რუსთაველზე ნებისმიერი ქალაქი, თუ ისტორიული ქალაქია. გიდასტურებთ, ახლა ჩემი საქმე არ არის, რა თქმა უნდა, ახლა თვითონ საზოგადოებასაც მინდა მოუწოდო, რომ აი ამ გაზ 51-ის ხელა ჯიპებიდან ჩამოსხდნენ და ფეხით იარეთ ხალხო. გიპოდინამიას იშემიურ დაავადებებს, სტენოკარდიულ მიზეზებს, ყველაფერს იწვევთ, ონკოლოგიას, აი სისხლის მიმოქცევა გაქვთ გასააქტიურებელი, ანუ სხედან უბრალოდ საცობებში. ამ დიდ აი ჩემ ბავშვობაში სურსათი მოქონდათ ამ ხელა მანქანებით, იმ კონუსის ხმა ახლაც მესმის, ყურში ჩამესმის 80-იან წლებში გახსოვთ ხო დაღმართზე. სილსტოტრისატადინი ჩაივლიდა. ამ ხელა მანქანა
მანქანებში სხედან ამ ერთი წიწკნა ქალაქში. ჩემი პატარა მანქანით მაქსიმუმ ნავთლუხის ბაზარში გავიდე შაბათ-კვირას, სანოვაგე ხელით არ ვათრიო ეს პარკები საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ მომიწევს ასვლა. ყველგან დავდივარ უკვე ფეხით. ანუ აზრი არა აქვს, ფიზიკურად შეუძლებელია. დღეს ამოვდიოდი ერთ-ერთ ქუჩაზე. გამოდის უზარმაზარი ჯიპი გაკრა ვოლტს. აი ეს კურიერები რო არიან. ნუ კიდე კაი სარკეში ვიყურებოდი რა, რომ გადარჩა ის ბიჭი, მე იმან გააჩერა და დაეხმარა და ადგა და ნუ დაიფერთხა ტანსაცმელი და გავიდა. ნუ კოშმარია, ადგილი აღარ არის ქალაქში. ქალაქის განტვირთვას ეხლა მე მინდა ჩემი მოსაზრება ვთქვა, ქალაქის განტვირთვას აპრობირებული წესი ეს არის აუცილებლად უნდა ალბათ ეხლა ნუ ჩემზე კარგი სპეციალისტები არიან და მიხედავენ რა თქმა უნდა უბრალოდ მე ჩემს აზრს ვამბობ რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ეს არის ხიდები რამდენიმე 20-25 წლის წინ საქართველოში იყო ჩამოსული დელეგაცია იაპონელების და ქონდა მე შეხვედრა მაშინ ერთ სტრუქტურაში მუშაობდით და აი ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი საცობებთან დაკავშირებით და უმარტივესი გეგმაო იაპონელები იყვნენ უმარტივესი გეგმა იქნება რომ ქალაქში მოხდეს მაქსიმალურად დატვირთვა მტკვარზე ხიდების გაკეთება რომელიც განტვირთავს დღეს მოძრაობას და ერთი მინდა კიდე აი ამ ხიდებთან დაკავშირებით ისტორიული პარალელი მოვიყვანო ჩვენს მაყურებელს ძალიან საინტერესო ფაქტი მოუყვე ეს არის ეხება ალექსანდრე გრიბოედოვს ცნობილი რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რომელიც გახლდათ რუსეთის ელჩი სპარსეთში და რომელიც 1929 წელს მოკლეს იქ ნინო ჭავჭავაძის მეუღლე მანამდე ალექსანდრე გრიბოედოვი მუშაობდა დღევანდელი ენით რო ვთქვათ მეფის ნაცვლის მთავარმართლების აპარატში მისი დიდი დამსახურება ის რომ დღეს ქალაქს აი მინდა მივაქციოთ ყურადღება ბალკონიანი სახლების შენარჩუნება, იმიტომ რომ თავმჯდომარე ერმოლოვი გახდა და მას ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ეს თბილისი ვითომ ევროპულ ქალაქად გაეხადა და აი ეს ბალკონიანი და აივნიანი სახლების იყო გადაწყვეტილი მისი მოცილება, რომელზეც კატეგორიული წინამდები წავიდა გრიბოედოვი და გრიბოედოვმა გააკეთა მოხსენება თბილისის განვითარების შესახებ და საინტერესო აი მივედით იქამდე რომ გრიბოედოვმა შესთავაზა ხიდების აშენება აი შემდგომი ქალაქის განტვირთვისა და ისიც ადაღნიშნა ბატონ დავით სადაც კი გრიბოედოვმა მე-19 საუკუნე არ დაგავიწყდა 40-იანი წლები ეს 20-იანი წლებია სადაც კი გრიბოედოვმა დანიშნა თქვა რომ აქ ხიდი აშენდეს შემდეგ ყველგან აშენდა ეს არის ბარათაშვილის ეგრეთ წოდებული ხიდი ეგრეთ წოდებული მშრალი ხიდი და ეგრეთ წოდებული გალაქტიონის ხიდი აი ამ სამ ლოკაციაში თქვა და ოფიციალური ჩანაწერები არის ანუ ის მეტეხის ხიდიც შეიცვალა ძველი იყო აი თქვა რომ აი ჯერ კიდე მაშინ მე-19 საუკუნე მეფის რუსეთის გეგმარებით მოხდა არა მხოლოდ თბილისში ქუთაისში რაც კი ისტორიული ხიდებია სულ გაგარინის კნიაზ გაგარინის და მაშინდელი ვორონცოვის მმართველობის დროს თეთრი ხიდი წითელი ხიდი ჯაჭვის ხიდი ყველა ეს ისტორიული ხიდები არის მათი გერმანელი ინჟინრების გაკეთებული კი ბატონო რატომ მოვაყოლე ეს რომ აი მაშინაც იყო თბილისის განვითარებაზე აი აივნიანი სახლები შემდგომ სხვათა შორის შემდგომ გამოიყენეს ეს როდესაც 70-იან წლებში დაიწყო თბილისში ძველი უბნების აღდგენა და მისი რა თქმა უნდა უდიდესი მადლი მადლობა ეთქმის ცნობილ არქიტექტორს და თბილისის მთავარ არქიტექტორს შოთა ყავლაშვილს მიდი უდიდესი დამსახურება რომ თბილისს ეს შეუნარჩუნა და აღუდგინა აი ზუსტად გრიბოედოვიდან წამოსული ის ხედვები იყო რითაც მან დაასაბუთა აივნების და თბილისური დაუშვათ სახლების აი შენარჩუნების თემა ის ძალიან საინტერესო თემა. ყავლაშვილის რეაბილიტირებულია. რა თქმა უნდა 70-იან წლების ბოლოს 80-იანების დასაწყისში. ის დამსახურებდა მე არ ვიცი ახლა დარეჯანის სასახლიდან მოყოლებული. კი და არის თუ არა ამ ბატონის ქუჩა სამწუხაროდ არ ვიცი ბოდის ვიყდი თუ ძეგლით გას ძეგლით ხოლმეურნეობის მოედანს არის ხო და თუ ქუჩაც აუცილებელი იქნება იმიტომ ამ ბატონ შოთა ყავლაშვილს უდიდესი დამსახურება აქვს თბილისის წინაშე და ალბათ უძეგლი ისიც იქნება ქუჩაც კი არა ძეგლით გას ეპიდაპი დიდი გაჩერება რო ხოლმეურნეობის მოედანზე იქ დგას
და ძეგლიც ლამაზია, კოხთა ძეგლია. ძალიან კარგი. ეკუთვნის უდიდესი დამსახურება თბილისის სცენაში, კი ბატონო. კი. და ბატონო მამუკა, ჩვენ ახლა ძირითად საკითხს მაინც გადავუხვიეთ, ახლა მაქსიმალურად ცდილობს ეს ევროკავშირი მოახდინოს მობილიზება, სამხედრო მობილიზება და არ მალავენ უკვე ან ძირითადი ფაქტორი, რის გამოც დაიწყო რუსეთთან დაპირისპირება, რასაც ახლა მსჯელობენ, სინამდვილეში ის აღმოჩნდა. ეს ახლა როგორც 2x2 ისია, პატარა ბავშვსაც რო უთხრა, ისიც გიპასუხებს, რომ მთავარი მიზეზი იყო ეს. ორი აი ამ დაპირისპირება, როგორც ვთქვა, დასავლური, ასევე აღმოსავლური ან რუსული კულტურის გნებავთ ასე დავარქვათ, ან მენტალური ბრძოლა არის. ახლა ერთია იქ მაკრონი ამბობს, რომ ბირთვული ქოლგა უნდა ავამოქმედოთო და საფრანგეთს აქვს ეს ბირთვული შეერაღება კი ცნობილია, მაგრამ ტუსკი გამოვიდა ახლა და ტუსკი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ რუსეთი ბრძოლის ველზე. ტუსკი შევახსენოთ მაყურებელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრია და აქ საინტერესო იცით რა გახლავთ, სანამ ტუსკი ამას იტყოდა, აი ამ სამიძე ახლა შეკრებილები არიან 27 ქვეყნის ლიდერი, რიგარეშე სამიძე ბრიუსელში. ხო, და ეს სამიტიც პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაურეკა პუტინს ტელეფონით. მანამდე არ იკრიბებოდნენ. ანუ აი დათა თუთაშხიაში როა ის სცენა რა, რომ ჩახედავენ თონში და ეს თაგვები ვიხები და დაახლოებით ესეთი რაღაცაა. მანამდე არ შეკრებილან. ეხლა ნუ აქ ერთია. განცდები აქვს და უბრალოდ დავასრულებ. ეხლა სანამ ტუსკი ამას იტყოდა, რომ ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთო რუსეთიო. ლავროვმა გასცა პასუხი მაკრონის, მოდი დავარქვათ, მუქარას. მუქარა იყო აბარაი, ახლა ნუ ფრანგების წინაშე გამოდის, რომ თავდაცვაზე საუბრობს, მაგრამ ამ თავდაცვაში ისეთ რამეს ამბობს, რომ ფაქტობრივად მუქარა იყო, რაც თქვა ლავროვმა, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნებაო, ჩვენ ამას ასე უყურებთ. და ასევე ეს სარკასტულად მიუთითა ასეთი რამ, რომ გახსოვთ ალბათ ის განცხადება, ხო, ბორელი ამბობდა, რომ აი რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთ აუცილებლად რაღაც. ბატონმა მაკრონმა ეს რომ თქვა, უკვე კარგიაო, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებიდან უკრაინის კაპიტულაციამდე შორი მანძილი რომ არისო, ეს როგორც ჩანს გაათვითცნობიერეს და გამოთვალესო. ხო და შესაბამისად ეს მანძილი და ასე მალე რო საუბრობენ, ანუ ერთი ნათქვამიდან მეორეზე რო გადახდნენ, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ რუსები საკმაოდ მომზადებულები არიან. თვითონ ეს ევროპელებიც არ მალავენ, რომ 2030 წლისთვის ექნებათ 3 მილიონიანი არმია მწყობში რუსებს და ასევე იქ რა ვიცი უამრავი ტანკები იყო ნახსენები, ახლა არ მინდა ციფრი შემეშალოს. ხო და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამდენი ხანი ხო ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი? აქ ისიც უნდა ითქვას, რომ 3 წელია რაც ეს ომი მიმდინარეობს და აი ამ დონეზე ტკეპნიან ერთ ადგილს. მჭხიბაობენ, ამბობენ, რომ აი ახლა იქ ზონდაჟს აკეთებენ, უნდა გაუგზავნოთ თუ არა კონტინგენტი, კი უნდა გაუგზავნოთ, მაგრამ ვერ გზავნიან რატომღაც. თქვენს რუსებმა დავინახავთ ნატო ჯარისკაცს ამ უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატოს ნაწილების შესვლას უკრაინაში. პირდაპირ იქნება ჩვენთვის სამიზნე. პირდაპირ და ბელორუსიიდანაც კი. ეხა რა არის იცით დავით, უბრალოდ აი გასაგები ხა დიდი არის გენიალური რეფრენია რა, გამოთქმა არის, რომ დიდი პოლიტიკა ადამიანის ხორცით იკვებება. აი მართლა ასეა. დააკვირდით რას აკეთებს ახლა ევროპა, ხო? ევროპა უკრაინის და უკრაინელების სახით ებრძვის რუსეთს. თვითონ ხო არ ჩაერია, არ ომობენ არაფერი, მაგრამ აი რას უკეთებენ უკრაინას. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ზელენსკის ელოდება აი რაც გაუკეთეს ჩაუშესკუს აი იმის ბედი. იმიტომ რომ უკრაინაში არიან პატრიოტი ძალები, არიან ის ძალები, რომლებიც ხვდებიან, რომ უკრაინა არის განწირული. ეხლა თქვენ დააკვირდით, ხო? ისე გააკეთებენ. ეს მედვედევმაც განაცხადა და ლავროვის მართლა ძალიან მაგარი ავაღიაროთ, რომ რაფინირებული დახვეწილი და მართლა ძალიან მაღალი დონის დიპლომატია სერგეი ლავროვი. პირდაპირ თქვენს, ხო? ისე არ გააკეთონ, რომ კიევში მივიდნენ და მივლენ.
კიევსაც დაათმობინებენ. ნუ აქ საუბარი არ არის ოდესა და ზაპოროჟიეზე იმას ყველაფერს და კიევში შევლენ და დაუტოვებენ მარტო იმას ლვოვის ოლქოს და ლვოვის ოლქზე ისა ფაქტიურად პოლონეთია უკვე ჯარი შეყვანილი ყავს და ჯარი ნუ გადაცმულები პოლონეთი აკონტროლებს იმას ლვოვი ივანო-ფრანკოვსკი და ასე შემდეგ ხო დასავლეთ უკრაინებს ხარ მაგრამ ამ პოლონელებს რო ისევე როგორც სხვა დანარჩენ ევროპელებს მოკლე მეხსიერება აქვთ ეს არის პრობლემა აი მოსკოვის ცენტრში წითელი მოედნის ბოლო სადაც ტაძარია ვასილი ბლაჟენის იქვე არის ძეგლი საკმაოდ კარგი კომპოზიციური ძეგლი გლეხი მინინის და თავადი პოჟარსკის რატო დგას ეს ძეგლი იქ ეხლა ნუ ვინც თქვა უმაღლესი განათლება ვისაც აქვს და ეხლა დასრული ასაკის ადამიანები რაზმის ხელმძღვანელი რომელიც პოლონეთის ჩვენ სტუდენტობას ეხლა ამას დიდი ალბათობით არ ასწავლიან ან რაღაც საერთოდ არ ასწავლიან ხო და ეხლა ვისაც მეტნაკლებად შეხება ქონია ან თქვა რუსეთის ისტორიასთან ან იცის ეს ხალხი იყო როგორც ჩვენთან იყო ასევე თეოდორე მღვდელი ხო თუ არ მეშლება რომელმაც გზაკვალი აუბნია მტერს აი ისე იყო მინინი რა ეს პოლონელი პანები რომლებიც უკვე მოსკოვამდე იყვნენ მოსულები და პირდაპირ ლიტველ პოლონელებია უბრალოდ პოლონელები და ლიტოვსკაია კნიაჟესტვა რო აი გაერთიანებული ხო პოლონეთი ეს იყო რეჩპოსპოლიტა ეს იყო პოლონეთის სამეფო და ლიტვის სამთავდიდი სამთავრო კი ბატონო ეს იყო დიდი სახელმწიფო წარმონაქმნი დაახლოებით 200 წელზე მეტხანს იარსება ევროპაში 9 სახელმწიფო ევროპის ტერიტორიაზე იყო განლაგებული ეს მთელი ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელორუსი უკრაინის და ძალიან უდიდესი ერთადერთი სახელმწიფო იყო სადაც მეფეს სეიმი ირჩევდა ძალიან საინტერესო მომენტი იყო მაგრამ მერე დაიშალა და ბოლოს 1795 წელს მესამე დაშლა რეჩპოსპოლიტას სახალხო საქმე ქვია საერთო საქმე საერთოდ რეჩპოსპოლიტა ასე ითარგმნება და აი იქ მოხდა რომ რუსეთმა ის ნაწილები სხვათა შორის აი ომის თემას რო დაუკავშიროთ დღეს სადაც საომარი მოქმედების თეატრია აი ის იყო რუსეთმა და ეკატერინე მეორემ წამოიღო და შემოუერთა რუსებს აი ეს ტერიტორიები დღევანდელი სადაც ომი მიმდინარეობს ეს ნიკოლაევი მარიუპოლი დონეცკის ოლქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ზუსტად პოლონეთის სამწუხაროდ მოკლე მახსოვრობა აქვს და გეთანხმები მარტო პოლონელებს კი არა ევროპას დავით და როდესაც შენ აპირებ და აცხადებ და ეომები ქვეყანას ხო ელემენტარულად მაკიაველის მთავარი უნდა კონდეს მაინც აკითხულე ხო რას გეუბნება ის კაცი და შენ როგორ უნდა სანამ ომს დაიწყებ როგორ მოემზადო და ასე შემდეგ ხო და ან ომს რა მოაქვს და ომი როგორ შეიძლება ადამიანის ფსიქიკა და თვითონ ერი ფსიქიკა დაანგრიოს მაშინ ურჩევდით რომ წაიკითხონ ერიხ მარია რემარკი რომელსაც გენიალური ომთან და მე არ ვიცი შეიძლება სხვა მაგრამ ომთან დაკავშირებით აი თვითონ სულიერი აი მდგომარეობა რა არის ეს არის დასავლეთის ფრონტი უცვლელია და სამი მეგობარი მაგრამ განსაკუთრებით დასავლეთის ფრონტი უცვლელი აი ეს არის მთელი კვინტესენცია ომთან დაკავშირებით და მე არ ვიცი ახლა შეიძლება კარგათაც იციან მაგრამ ეს სპეციალურად კეთდება ეს ყველაფერი უკრაინის ხელით უნდათ გამოფიტონ მაგრამ ვერაფერს ვერ იზამენ ძირითადი დონორი ძირითადი დამხმარე უკრაინის გახდათ ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკამ თავის სადაზვერვო ყველაზე დიდი დამხმარე რაც იყო ეს თავის სადაზვერვო იმიდან ჩაიხსენა დღეს უკრაინამ თუ გუშინ ტრამპმა გამოაცხადა ეს იმის ნიშანია რომ გამორიცხულია ახლა იქ უკრაინამ აი ეს რო ააწყოს და განვითარებოდა შეიძლება წლები დაჭირდეს ლოჯისტიკა მოერყევა ლოჯისტიკა დახმარებაში უკვე შეჩერდა ხო ეს აი გეუბნებით რა აი თუ ასე გაგრძელდა რუსის ჯარი 9 მაისს კიევში იზეიმებს და იცით თქვენ რომ საომარი მოქმედებად რატომ იმ დღესაც 2 დღის წინ დაბომა 150-ზე მეტი რუსი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ამაზე პასუხს ვინ აგებს აი ამაზე პასუხს ვინ აგებს მაგრამ აკვიატება აქვთ ის რომ უკრაინის კაპიტულაცია არ მოხდებაო უკრაინის კაპიტულაცია აი ზუსტად ასე მსჯელობდნენ ვერმახტში ზუსტად რომ როდესაც უკვე ჟუკოვი იდგა ბერლინთან
გიტლერი ვენცელოდებოდა, ვენკის არ მეზელოდებოდა. ხო და აი გეგმავდნენ კიდე რაღაც კონტრდარტყმებს და კონტრშეტევებს. შემოდავით რომ იმედი ჰქონდათ მაინც დასავლეთის და მოლაპარაკება გერინგი ცალკე აპირებდა აწარმოებდა მოლაპარაკებას, ჰიმლერი ცალკე აწარმოებდა მოლაპარაკებას და სხვა და სხვა. და იქ იმის იმედი ჰქონდათ რომ დასავლეთი არ შემოუშვებს რუსებს ბერლინში და ბერლინს თვითონ აიღებდნენ, მაგრამ უდიდესი ოპერაცია ბერლინის აღების ეს და გესიც გადაფრინდა თვითმფრინავით, ხო, გახსოვთ ხო ეს რა გააკეთა. გესი 50 წელს გადაფრინა, კი ბატონო და გამორი ჰიტლერი რეიხსტაგი ინგრეოდა და ჰიტლერი იძახოდა ვენკი მოდის და გადავარჩენ. აი ზუსტად ეს პათოსია, კი ბატონო. კი ბატონო, ხო არა მეზმანა რომ ვეცნობოდი ამ ახალ ამბებს კი. მე რა მიკურს იცით არ გამოჩნდა 50 მილიონიან უკრაინელ ხალხში ან ძალიან ისეთი ამაყიერი ძალიან ისეთი ვინმე ან ძალები რომლებიც ატყობენ რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშე მედის რომ ქვეყანა დაიცალა ქვეყანა ამდენი ახალგაზრდები მსხვერპლი ამდენი სამიგრაციოს პროცესი კაი ნუ ტერიტორიებს გრევას თავი დავანებოთ აღდგება მაგრამ ამ ხალხს რას უშვებია კაცო ამდენი მსხვერპლი ადგილი არ არის სოციალურ ქსელებში უყურებთ რა ხდება როგორ მიყავთ ჯარში უკრაინაში ხალხი ხედავთ ძალი და რო დაძდევენ და ცემატყეპით რო აგდებენ არ უნდა ხალხს ომი არ უნდა ეხლა დაიდო Deutsche Welle-ზე სულ უახლესი ინფორმაცია რომ ბორის პისტორიუსი ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი რომ გერმანია და უკრაინის სხვა დანარჩენი მხარდამჭერები ცდილობენ კომპენსირება მოახდინონ ამ ამერიკული დახმარების და უკვე შეხვდა მომეროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრს ბერლინში და უკვე მომდევნო ორშაბათს დანიშნულია კიდევ ერთი შეხვედრა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და პოლონეთის წარმომადგენლებს შორის. ანუ კვლავ აგრძელებენ ტკეპნას ერთი ბრიტანეთი მისი ახლა ყურმოჭრილი მონა პოლონეთი გარკვეულწილად აი ამ პოსტსოციალისტურ ქვეყნებზე ბრიტანეთს და ბრიტანეთს რაღაცას ევროპაში ლიდერობა უნდა ხო დაუშვათ ახლა სარმერის შეხვედრაც ამის ნიშანი იყო მაგრამ გამორიცხულია ხალხო ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე არაფერი არ მოხდება ისე გააკეთებენ აი მე არ ვიცი ახლა შეიძლება ცოტა ფანტასმაგორულად გამოჩნდეს მაგრამ ისე გააკეთებენ რომ ამერიკა და რუსეთი იქნება მოკავშირეები უკრაინის და ამის საწინააღმდეგო ევროპის გადაითელება უკრაინა რა უკრაინა არ იარსებებს უკრაინა იქნება წმინდა გეოგრაფიული ცნება ხა მე ვამბობ ამას მეუნერვიულობ და ბატონი დავითი და თვითონ ამ უკრაინელებს რა დაემართათ არ არის ჯანსაღი დარწმუნებული ვარ იქნება ეს ჯანსაღი ძალა ხო ვინც თავის ქვეყნის პატრიოტი და ხვდება რომ ქვეყანა ინგრევა ან ვის რა თუნდაც ასეთი ქვეყანა აი ვისთვის უნდათ ასეთი ქვეყანა ბატონ მამუკა კიდე ერთი ანეკდოტი ახლა ჰედლაინია ქართულ სააგენტოზე ვკითხულობ ნუ ანეკდოტი ეს ჩემი ინტერპრეტაცია უბრალოდ იმ ინფორმაციის რაც ახლა გდევს ლელო ძლიერი საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ლატვიის შემდეგ ესტონეთში გრძელდება ხო და ხაზარაძე გამოვიდა კიდე ახალი განცხადებით რომ აიო ამერიკის შეერთებულ შტატებში ორპარტიულმა დელეგაციამ თუ ნუ ინსპექციამ დაიწყო რევიზია ამ ყველა პორტების მსოფლიოში ყველა პორტების რომლებიც თქვათ მიმღებია ამერიკული ტვირთების ანუ ამერიკული გემების მოძრაობის თვალსაზრისით და ეს არის ხო მნიშვნელოვანი უკლა უნდა განვაახლოთ ანაკლიის შესახებ საკითხი უნდა წამოვწიოთ წინ რომ აუცილებლად იქ ამერიკელები უნდა ჩადგნენ პირდაპირ მიზანმიმართულად აწვეთებს აი იმ გაგებით რაც იყო პრინციპში იდეაში იმ ძალების მიერ რატომაც იყო ჩართული ხაზარაძე ამ საკითხში ეს თუ ამას თუ პოლიტიკაზე რამე გაეგება ან ჩახედულია ნუ ეხლა ნუ ეს ისეთი წარმოუდგენელი რაღაცებია ჯერ ერთი ომის სანამ ომი არ დამთავრდება ანაკლისთვის არავის არ ცალე არც ანაკლის მერე იმის ომის უკაცრავად ომის მერე ეხლა ამერიკა ანაკლის ეს გამორიცხულია ის აქეთ არ გამოიხედავს გამორიცხულია ეს თემა რა ისე ტრამპს სხვა ხედვები აქვს და სხვა პოლიტიკა აქვს
მისთვის ეხლა სასიცოცხლოდ არის ამ ომის დამთავრება და შემდეგ უკვე ჩინეთი და ირანი და ასე შემდეგ და მისი მხარდაჭერა უპირობო ისრაელის. თქვენ იცით რომ ახალი პროექტი კეთდება და ისრაელში ტრამპის მხარდაჭერით ალბათ გააკეთებენ. ეს არის ალტერნატიული ბენ-გურიონის არხი კეთდება, რომელიც იქნება ალტერნატივა სუეცის არხის დაახლოებით 257 კილომეტრი იერუშალაიმიდან იქნება წითელ ზღვაზე გასასვლელი, სადღაც 150 მილიარდი დოლარი ჯდება მისი აშენება და ძალიან დიდ შემოსავალს და აი ამაზე არიან უკვე შეიძლება გადაერთოს და იგააკეთონ ეს და ნუ მოკლედ ეხლა ტრამპის დამოკიდებულება ისრაელთან და საერთოდ ზოგადად ებრაულ თემთან და სამყაროსთან ყველასთვის ცნობილია, რაც მან გაუკეთა ებრაელებს, რომ ვერც ერთმა ამერიკის პრეზიდენტ თვით ყველაზე ქორმა რეიგანმაც ვერ გაბედა და დედაქალაქი გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და საერთოდ განათავსა პირველი წინა პრეზიდენტობის არჩევნების დროს. ხო და აი ცოტა რეალობას უნდა ვიყოთ რა, აი უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს თემა მორჩენილია, გადაწყვეტილია. აი თქვენ კარგად ნახავთ უკვე რომ უკრაინა და ზელენსკის რა თქმა უნდა მოაცილებენ. ახლა ზელენსკის უკვე გამოტანილი აქვს ვერდიქტი და ზელენსკის თემა უკვე მოხსნილი, ამი უბრალოდ დროის ფაქტორია, რა როგორ და რანაირად იქნება. ამასაც გააკეთებენ ეს დიდი სახელმწიფოები, ევროპას თავისას მიიღებს. რა თქმა უნდა, აი ნახავთ, არაფერი არ იქნება. მთავარი არის კიდევ ერთხელ ჩვენ თავზე ვიფიქროთ. საქართველოს და საქართველოს დაიჭიროს თავისი როლი. აი ხონახეთ როგორ კარგად გამოვიდა ის პოლიტიკა საგარეო და ჩვენი შიდა პოლიტიკაც აი ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ აი ამას აკეთებენ აი ხო ხედავთ ხონახეთ რამხელა ზეწოლა აი როგორი რაზალები ებრძვნოდნენ ამ ქვეყანას და საქართველოს და ომში ჩაბმაზე აი ჩვენ ამეთ გადავრჩით. აი როგორ გადავრჩით ხალხო, აი მე არ ვიცი რა. ეხლა რომ დღევანდელ სიტუაციას უყურებ, დავით, გაოგნებული ვარ, ხო? ყველანაირად მართლა ის არაფერი რომ არ გაიკეთებინა. დაუშვოთ, ეხლა არ არის დიდი რამბების და იმის დრო, მაგრამ კეისარს კეისრისა რა. არაფერი რომ არ გაიკეთებინა ქართულ ოცნებას, მარტო ის რომ მან აი ეს 2 წელი ბოლო ქვეყანა ააცთინა ამ ომს ხალხო, ხო ხედავთ რა ხდება, რაც ზეწოლები იყო და თავისუფლად შეიძლებოდა საქართველოს ჩართვა. შეიძლებოდა კი არა აპირებდნენ რომ გლის ხალხაში ვარდებოდით, ხო საქართველოს არ იარსებობდა. დღეს საქართველოს ხსენება არ იქნებოდა. საერთოდ წარმოიდგინეთ უკრაინა 50 მილიონიანი და 3 მილიონი კიევის ერთ უბანში ცხოვრობს. თან პირდაპირ ინათესავები რუსების ბიძაშვილები. ერთი ხის 2 ტოტი. და ის არ დაინდეს. უკრაინას უბრალოდ სახელმწიფოებრიობა აქვს, თორე ზუსტად ისეთივე ანალოგია, როგორც თქვათ აქით სამეგრელო სვანეთი და აქით იბერები. ხო და რა არის იცი, როდესაც პოლიტიკაში ხარ, როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, მე მესმის და რა თქმა უნდა, მაგრამ ყველანაირად უნდა იყოს მზად და ის კონსტრუქტივიზმი და ის რაციონი უნდა დაინახო, ხო? მაშინ გამოდიხარ მტერი და მოღალატე ამ ქვეყნის, სადაც ვითომ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ამბობს. ის რაც ბოლო მაგრამ გამოდის რომ აგენტურა იყო ხო გამოჩნდა რომ ესენი იქიდან ფინანსებოდნენ და აგენტურა იყო ნახეთ ტრამპის განცხადებები ნახეთ რაში და როგორ მიდიოდა ფულები სისულელეებში და 200 და 300 წლის ის 200 და 150 წლის ხალხი დახმარებებს აძლევდა სასაცილო ხალხო გუშინ კონგრესზე რო გამოვიდა რაღაც აფრიკის ქვეყნებში რაღაც სისულელის დახმარება მე უკვე ვთქვით სასაული რა და ეს ფული ამ ბიუჯეტის ამერიკის შეერთებული შტატების აქ მიდიოდა ხა თქვენ რა გონიათ მართლა იქ მიდიოდა რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული ატკატი და იქ მიდიოდა მისი ოჯახის რა თქმა უნდა ბაიდენმა თავის შვილს ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რა აი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ხო ბაიდენი ვისიც კუმირიც იყო აი დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის და პოლიტიკოსების ბაიდენმა თავის კრიმინალის შვილი რომ არ დაეჭირათ ისარგებლა თავის სტატუსით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის სტატუსით მან ძალიან კარგად იცოდა ტრამპი მას დაიჭერდა და განცხადებებიც ჰქონდა და ისეთი სტატუსით მისცა ისა რა ქვია ამნისტია რომ ვერაფერს ვერ უზამ რა ვერ დაიჭერებ ჰანტერ ბაიდენს არ და თვითონაც აღიარა იმ შვილმა რომ კი დამნაშავე და რაღაც 20-30 წელი ელოდებოდა ციხე მაგრამ გააკეთა თავის შვილს გაუკეთა წარმოგიდგენიათ აი სახელმწიფო მოღვაწე ახლა შევადაროთ ხო
კი ბატონო. და ბატონო მამუკა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტ და გაზაფხულიც მოვიდაო. 100 დღე ასე მტკიცე დგომა უკვე გამარჯვებაო. ანუ სალომე ზურაბიშვილს ეთყობა გაახს თავის ფრანგული ფესვები გაახსენდა 100 დღე ალბათ იცნობილი ნაპოლეონის გადმოსვლიდან არის ხო ასე პოლიტიკაში ეს დაივანა ამ ტერმინმა რომ 100 დღე ანუ 100 დღე იყო გადასახლებიდან რო შემოვიდა და შემდეგ მისი ვატერლო იყო აი ამ 100 დღის თავზე იქნება სალომე ზურაბიშვილების ნაირების ვატერლო. მორჩა ამათი მე უბრალოდ ვერ ხვდები, მე კი არა ალბათ საზოგადოებაც და ელექტორატის და ჩვენ სოციუმიც რომ ვის რა უნდა. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ რა, ეს არის ხალხი, რომელსაც დაკარგული აქვს აღქმა უნარი რეალობისა თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. ან ეს რაღაც სისულელე რიგარეში არჩევნები, ვითომ არჩევნები და მეორე ის რომ აი მაინტერესებს დავით, აი მართლა ზუსტად აი როგორც არა მაქვს პრეტენზია ხო ვარ ჩვეულებრივი ისტორიკოსი და საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ხო მაინტერესებს რასა პროტესტებენ ყოველ ღამე რუსთაველის პროსპექტის ჩაკეტვა 100 დღის განმავლობაში რას ემსახურება ხო ვერ ამიხსნეთ აი რას ემსახურება რაღაცა ხო უნდა აი რაღაცის მიზანი ხო რასაც აკეთებ ორიენტირებული უნდა იყო მის შედეგზე ხო რა შედეგსაც მიიღებ იმიტომ რომ საქმეს აკეთებ შენ რო დაამთავრო და შედეგი დაგიდო პოზიტივი და რაციონალური თუ ირაციონალური ამას მე უკვე სიტუაციიდან მიხედვით განსჯი ხო ანუ რა ხდება ან ეს პოლიტიკური პარტიები ეგრეთ წოდებული სად არიან რომ აი რიგარეში და არჩევნების გაყალბებას ამბობდით და ვერაფერს ვერ ამტკიცებთ. რომ არანაირი გაყალბების ის არა გაქვს. თან ეს ნაცები ამბობენ რომ არიქა უნდა გავერთიანდეთო ახლა თვითონაც ხო უყურებენ რომ არა აქვთ ესეთი მხარდაჭერა და ანუ საზოგადოებაში. ნუ გარდა ამ ლიბერალებისა ქუჩაში ვინც არანაირი მხარდაჭერა და წარმოიდგინეთ ეს მეორე ანუ ის მანჯგალაძემ თქვა და მეორე ნაცი ეს თინა ბოკუჩავა ამბობს რომ თუ პლატფორმა შედგება ოპოზიციური სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ მზად ვიქნებით მივიღოთ მონაწილეობაო. ანუ აი წარმოიდგინეთ ბატონო მამუკა, ესენი, აი ეს ოპოზიციის წარმომადგენლები, პირდაპირ ინსტრუქტაჟით იმართებიან ბრიუსელიდან. ზუსტად. ეხლა აი სირცხვილია უბრალოდ რა, ელემენტარულად სირცხვილია, აი ყოველგვარი აი სუვერენიტეტზე რო არის საუბარი, ხო? ფაქტობრივად აქ ჩვენ გვყავს რეალურად მსტავრები ქვეყანაში. აი გეთანხმები დავით, ეს არის სუფთა იმისი დადასტურება აი ყველაფერი ისე მიდის რომ ლუსტრაცია ხდება უკვე არ ჭირდება რაღაც დოკუმენტების წარმოდგენა რაღაც სასამართლოები და 1000 შემდეგ ხო პირდაპირ მათი ქმედება ნებისმიერი ნუ სალომე ზურაბიშვილზე საუბარი არ არის ნომრიანი აგენტია აი ყველა ესენი ხო მოახდინეს თავის ლუსტრაცია უკვე ყველანაირად რა თქმა უნდა იქიდან ფინანსდებიან და ეხლა ის პატრონი ვინც ამათ ფული გადაუხადა ეთყობა თხოვ შედეგებს ხო ამ ხელა ფულია გადახდილი ბორელმა ყველა კი არ თქვა გახსოვთ ის 120 მილიონიო ჩვენო სახელმწიფო ეხლაო იმათ უნდა მივცეთო ის ფულიო და იმათ გამოიყენონო ევროპაში არის დეზორიენტაცია, დეიდეოლოგიზაცია მოხდა, დექრისტიანიზაცია ხდება დღეს ევროპაში. ევროპა ასე დიდხანს ვერ გაძლებს, გამორიცხულია, იმიტომ რომ უკვე დაიწყო იქ დაშლა და დაიწყება. იგივე უნგრეთი ორბანის სიტუაცია, იგივე სლოვაკეთის და კიდე ბევრი შეუერთდება მაგას. აი ნახეთ, ჯერ კიდევ სწორად თქვა შარლ-მიშელმა 2020 აი 30 წლამდე მივლენ თუ არა ეს არის, იმიტომ რომ არ არის ასე მარტივი ამერიკაა გამწევი ძალა ევროკავშირის და ევროპისაც და თუ ამერიკამ თავისი პოზიცია შეინარჩუნა და ასეთი ხისტი და მყიფე პოზიცია იქ ნუ შეიძლება გაუქმება არა მაგრამ სერიოზული ცვლილება და სერიოზული კონფიგურაცია უნდა მაგრამ მაკრონის ეს გუშინდელი გამოსვლა იმას მოასწავებდა რომ ეხლა მათაც რა თქმა უნდა ევროპელებს ყავთ სპეცსამსახურები ცალკე ფრანგებს ცალკე გერმანელებს ხვდებიან რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ხელს იბანს რეალურად და ხო გახსოვთ როგორ იყვნენ სულ აი გოშიებივით ატოზულები ამერიკულ კარზე ანუ თუ კი ვაშინგტონი რამეს გადაწყვეტდა ესენი უმალ ემორჩილებოდნენ ხო ამ ხელა
წარმონაქმნია ხო ამ ხელა გაერთიანება ევროკავშირი ქვია 27 ქვეყანაა გაერთიანებული 500 მილიონიანი ხო და წარმოიდგინეთ ახლა აი პირდაპირ ასე თავდახრილები ემორჩილებოდნენ იქიდან ყოველ თითოეულ ინსტრუქციას და ბრძანებას ახლა მიხვდნენ ანუ ისე კი არ ესიზმრად ნამდვილად როგორც ჩანს ეს სპეცსამსახურების ხაზით თუ რაც იქნება დიპლომატიური არხების ხაზით ხვდებიან რომ შტატები უკვე მობეზდათ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ არის და ახლა თავსატეხი აქვს გაჩენილი როგორ იმოქმედონ ახლა ხალხი რაც თქვენ ბრძანეთ რომ 540 მილიონია კი ძალიან ბევრი არიან ანუ რუსები სულ არიან მე-4 157 მაგრამ რუსები უფრო სხვანაირი ხალხია მენტალურად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა რაზე არიან წამსვლელები ესენი ვერ იზამენ ამას გამორიცხულია ესენი არიან მშიშრები ანუ ის мотиваცია რაც აქვს უბრალო რუს ვასას ამათ არა აქვს წარმოუდგენელი გმირობები იყო მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროს და ესენი რის თავი ქონდათ ხო გახსოვთ ხო პარიზის გაიარეს პირდაპირ ტრიუმფალური თაღის ქვეშ ისე რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია პარიზის კი არა ევროპაში თოფი არ გავარდნილა ნუ ისე ამბობ ისე დაიპყრო გერმანელებმა მთელი ევროპა რომ ტყვი არ გავარდნილა და ფრანგები ვითომ სასახლო კუდით ხო ასრულინა ჰიტლერი და ჯარი რო შევიდა პარიზში მე საოცარი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა მაგრამ სხვა თემა არის მაგრამ ის რომ ტყვი არ გავარდნილა და ეს მაგარი და ერთგული ნუ მაკრონი არის პაროდია აი ამ სიცხვილეა დღეს რომ საფრანგეთში მიტერანის ჟისკარდის და პომპიდუსი და ჟაკ შირაკის მერე ასეთი უსუსური ფიგურა ყავთ და ხედავ თვითონ შიდა პოლიტიკაშიც რა ხდება საფრანგეთში მაგრამ არ არის ეს დადგება უკვე დუღილი დაიწყო და სხვანაირად განვითარდება იმიტომ რომ სხვა მოვლენები მიდის ძალიან ძნელია ტრამპსაც ეხა ტრამპის ასე მარტივად არ არის თუ ვინმე თქვენ უყურეთ ოსკარის ცერემონიას გაიხსენეთ რა გააკეთა რობერტ დე ნირომ მისი გამოსვლა პირველი გამოსვლა ოსკარის ცერემონიაზე ეხა სულ რამდენიმე დღის წინ იყო და ტრამპის დედის გენებით დაიწყო გახსოვდათ არბაში რა ამბავი ატყდა ხო აი პირდაპირ ტრამპის გინებით დაიწყო. თორე ეს ლიბერალური და ეს მოსყიდული ეს გამჯდარია ამ სახიობებში და ჰოლივუდში გამჯდარია ეს ხო და ამას ერთი და ორი დღე ვერაფერს ვერ უშველებს. იმიტომ რომ ყოველთვის კომფორტის ზონა იყო. ხო, რა თქმა უნდა, კომფორტი. როგორც აქ. ანუ ეს დასავლური ფული რაც მოდიოდა ამ NGO-ების ხაზით. და რა თქმა უნდა ასულდგმულებდა ამ მსახიობებსაც. აი ეს ახალგაზრდა თაობა რო აქვს მსახიობების პროპაგანდისტული ჯინსების თაობა და ასეთ რაღაც დადგმებს რო დგამენ, ხო? ანუ ხო სუფთა ოქსიმორონი რო იტყვი. რა ჯინსების თაობა, რის ჯინსების თაობა ახალგაზრდებს ტვინი გამოურეცხეს. საერთოდ ახსოვთ მაშინ რა მოხდა 83 წელს? საერთოდ არასწავლა არ არის. ხო, ანუ ხო საპირისპირო პროპაგანდაა, რომ ვითომ ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ ბოროტი საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა. ნუ ეს ხო ზღაპარია ახლა. შეიძლება რაღაცა ქონოდათ პირადად, ხო? ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, რომ ნანახი ქონდათ ეს დასავლეთი და წარმოდგენები ქონდათ და არ მოწონდათ თქვა ტოტალიტარული სისტემის შემადგენლობა რაც იყო, მაგრამ ის რაც ბუზიდან სპილო გახადეს, რომ თურმე ესენი იყვნენ გმირები და ასეთ გარღვევას აპირებდნენ. როგორც ის ბრაზინსკასები, იმათმა როგორ დაამთავრეს ცხოვრება ხო ახსოვს. ბრაზინსკასები რომლებიც დროზე ადრე დაიხოცნენ იქ ყველა და ხა ამ ახალგაზრდებმა იქ სასწაულები ჩაატარეს იმ ტუას 34-ში. მე მუშაობდი ამ თემაზე. არქივებიც მაქვს ნანახი. ჩაწერილი მყავს თავად პილოტები, გარდაფხაძეც და ეს გაბარაევიც. ხო და იმ კურტკაც იმ გასოიანს რო არ ესროლა იმ შტორკა რო არ გაეწია იმ ტუას 34-ის საშტურმანო იქ იყო სისხლის კალო დატრიალებული იმ თვითმფრინავში. ანუ ვინ ახსნის იმას რომ კაცი ზის და უკნიდან ეპარება ეს ერთ-ერთი ტაბიძე და შამპანიურის ბოთლს თავში ატეხავს იმის გამო რომ ტყავის ლაიკის პლაში ეცვა რომ ესო ალბათ ჩეკისტიაო რა ის სოლომონია იყო მგზავრი. გადაიცვალა მე მგონი. ადგილზე სურათები მაქვს ნანახი უკვე ექსპერტიზის გაჭრილი რომ საერთოდ უდანაშაულო მგზავრი.
ხო წარმოგიდგენიათ ხო? ჩვენებებია, ანუ 57 ადამიანი იჯდა იმ თვითმფრინავში, ყველა ერთხმათ ახლა ზღაპრებს ავრცელებენ, რომ აი KGB და იქ მითითება იყო და ყველას მიბჯენილი ქონდა თვითონ ისე რა ქვია, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ამ მთელ ამ სალონს თვითმფრინავის მგზავრებს საპირისპირო რამე ეთქვათ, ეგ ხო ზღაპარია ეს ყველაფერი. აი ამ ახალგაზრდებს ტვინი მოუწამლეს. მერე არის კიდე ეს ენდოკრინული რაღაც შემადგენლობა ამ ქალების ავრცელებენ ამ ფოტოებს იმ წყვილის, რომლებიც იყვნენ ამ თვითმფრინავის გადაცემის თემაში რომ იყვნენ და დითირამბების და მათი სულების ცხონება და ასე შემდეგ და რაღაც. კი ბატონო, ყველა გარდაცვლილის ცხონება იყოს, ასე ქვია ვთქვათ, მაგრამ ის რაც იმ თვითმფრინავში მოხდა, ის იყო სასაკლაო. ის კრუციკოვა რო იყო ბორდგამცილებელი თმებით ითრიეს რომ აკრძალავდნენ ფერადი ფოტო არის სამივე ეს შარბათიანი და ეს ჭედია შტურმანი ჭედია მუთხრა რა გინდათ კაცო ანუ შემოტრიალდა და პირდაპირ ამოიღეს და დაახალეს იქვე გააგორეს კაცი ოჯახი ყავდა ვინც იყო საფრენოსნო ნაწილის ხელმძღვანელი იბარებდა ამ რეისს გაბარაევი იყო მეორე პილოტი რომელიც უნდა შესულიყო როგორც პილოტი და როგორც სტაჟიორი იყო გარდაფხაძე იყო თვითმფრინავის მეთაური ესე იგი ამოიღეს იარაღი და პირდაპირ თვალში ესროლეს თვალი გადმოექცა კაცს და ფული ედო ჯიბეში და ჩემცოლშულს გადაეცითო ცოტა მოსული კაცი იყო და ბოლოს უკვე ალფა რო შევიდა ამ თვითმფრინავში ღამე ვერ გადმოიყვანეს თვითმფრინავის სადაც პილოტები ზიან იქ ხო ეს ფოტოჭკები იხსნება და ვერ გადმოიყვანეს იგდალია სული და ასევე ახლა გვარები არ მინდა დავასახელო ხო ხდებით თვითონ იმ ბიჭების ვინც იქ ზეპირად ვიცი ვინ რას აკეთებდა იმ ჩვენებების და მიხედვით უბრალოდ ბავშვი ტიროდა და დედამის უთხრეს ენა ჩააგდებინე ახლა ამას თორე ენას ამოვაჭრით ამ ბავშვს და შეგაჭმევთო და ერთ-ერთი რომელიც ასევე სამედიცინოზე სწავლობდა დაჭრილს უთხრა რომ შენო მალე მოკვდებიო მეო გეუბნებიო რომ მალე მოკვდებიო ან წარმოგიდგენიათ ხო ხიმიჩი მეორე ბორდგამცილებელი ქალი თვითმფრინავიდან გადახტა იქ ერთი ეპიზოდი იყო როდესაც ეს უკვე ნაბატი შეიკრიბა ანუ ეს ალფას სპეცდანიშნულების რაზმი თვითმფრინავების იმასაც ავრცელებენ რომ იქ სულ KGB-მ გადაცხრილა გადმოცხრილა იქ თუ კი ვინმე დაიხოცა ყველაფერი რუსი ჯარის ჩაცხრილული იყო ნუ ეს გეუბნებით რა კლინიკასთან არის რაღაც საქმე მაგრამ ეს უბედურება ის არის რომ ახალგაზრდებს წამლავენ ამეთ ყველაფრით ეს რითაც დავიწყე რომ ეს ჯინსების თაობა და რაღაც აი მე მინდა იმ თაობამ ყველა მიცის 83 წელს აი თქვენი თაობის ხალხმა ბატონო მამუკა რა სისხლის კალო მოაწყეს იმ თვითმფრინავში ის ტერორიზმიც არ იყო ის იყო საშინელება აი ეს ქალი რომელიც ერთადერთი რომელიც არ ნუ გადარჩა ასე ვთქვათ ხო იმის გამო რომ იქ ფეხძიმე იყო რაღაც თვითმფრინავის სალონში ნაგანით დარბოდა და მერე სასამართლოს ხდომაზე კრავივით იყო ანუ მაქცია ფილმები ხო ნანახი გვაქვს მაქცია როგორ იქცევა ხო კრავივით იყო სასამართლოს და სალონში თურმე ნაგანით დარბოდა ეს პილოტებისგან ვიცი პილოტებმა მომიყვეს ახლა რა ინტერესი უნდა კონდეთ რომ იგონებდნენ თუ ჯანსაღ ადამიანთან გვაქვს საქმე კი ბატონო ესა მე უბრალოდ რა მინდა იცი და თუ გასაგებია და მესმე შენი ერთი მინდა აი ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს მიუახლოვდა და მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რითაც დავიწყეთ თავიდან რომ აი სამწუხაროდ აი ეს მემკვიდრეობა ისტორიული მემკვიდრეობა გვაქვს დაკარგული ისეთი თაობა წამოვიდა რომელმაც დაკარგა ისტორიის და ქართულ ჩვენი კულტურის და ისტორიის ცოდნა ელემენტარული რომ ჩვენ აი ეს ახალგაზრდები რასაც რუსთაველზე აკეთებენ ეს ჩვენი მშობლები ჩვენი ნუ გინდა თუ არ გინდა ჩვენი ბრალიც არის ხო ვერ გავზარდეთ ეთყობა და ის რომ ჩვენ ჩავაბარეთ ისეთ სკოლებში და ინსტიტუტებში სადაც ვერ ასწავლეს სამშობლო სიყვარული და ვერ ასწავლეს ისტორია ხალხო აქ არის ელემენტარული ისტორიაზე ცოდნა რომ არ უნდა ხელი აგიწოდა შენს სიამაყეზე და შენს იმაზე რა ქვია მაგას ისტორიულ შენობაზე ვიღაცა უცხო ტომელებმა რო წაბილწეს იცით რამდენიმე თვის წინ ჯურის მონასტერი ხომ მთელი ამბავი ატყდა მაგაზე ნაკლები აქვს რასაც აკეთებენ იგივეს ვაკეთებ ჩვენ ხო
და სწორიც იყო და აღშფოთება და რა თქმა უნდა ვის რა უფლება აქვს რო შეეხოს მაგრამ შენი შვილი რო აკეთებს ჩვენიც ეს ვინც გახართ იქ რატო აკეთებინებთ ამას ან იმას არ უნდა კონდეს იმდენი შეგნება რომ ეს მისი ისტორია მისია მისი შვილების არის და მისი მომავლის არის ეს ხო არ არის მარტო თბილისის და იმის ქართული ოცნების თბილისი ხო ვითომ ქართული ოცნების წინააღმდეგ არა თქვენ გამოდიხართ ქართული ერის წინააღმდეგ და საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ აი ეგ არის ჩვენი უბედურება და აი ამას უნდა მოეღოს ბოლო დიდი მადლობა ბატონო მამუკა საინტერესო საუბრისთვის მსჯელობისთვის მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ